ჯერეთი მინდა მადლობა უთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ეს თვეები და უკვე წლებიც გადის სასამართლო დარბაზში, მიცხადებს სოლიდარობას, მოდის სასამართლოსთან. ეს თქვენ ხართ ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული ხალხი. მანდარიან ჩემი ძველი მეგობრებიც თქვენ შორის და ის ხალხი, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ. მაგრამ რომელსაც პრობლემები ძალიან მიუყვარს, იმიტომ რომ ასეთ გაჭირვების დროს მე ვნახე ის ხალხი, ვინც არ გამოიჩინა სოლიდარობა, ისინი იყო უმცირესობა, მაგრამ ასევე ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის, ვინც მხოლოდ გამოიჩინა სოლიდარობა, არამედ თავი გადადო ჩემ ხარდასაჭერად. აი მაგალითად მინდა გავიხსენო კი სულ მახსოვს ჩემი ბათუმელი ძმა ტარიელი, რომელიც 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ცხოვრობს იქ, სადაც მე ვარ გამწყვეტეული საპატიმროში. ცხოვრობდა რუსთავში, თავის მიკროავტობუსში ცხოვრობს. ცხოვრობდა გდანში, ცხოვრობდა გორში და ახლა ცხოვრობს უკვე რამდენი ხანია ვივამეთთან. ის არის ყველაზე ერთგული ჩემი მცველი, რომელიც დღეც აქ არის და ღამეც აქ არის და კაპაციტეტით ადენებს თვალყურს თუ რა ხდება ჩემს გარშემო და გამოხატავს მუდმივ სოლიდარობას. მე აუცილებლად გავიცნობ ტარიელს, იმიტომ არ ვიცნობ და აუცილებლად პირადად ჩავეხუტებ მას და ვეთქვი დიდ მადლობას. მე მინდა ასევე გამოუცხადო პოლიტპარტიებს სოლიდარობა, ყველა მათგანს მე ვნახე რა ვაჟკაცურად უჭირავ თავი. მათი ერთ-ერთი დანაშაულია, რომ უნდათ რომ თავისუფალ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. მე ვნახე გუშინ წინ ბიჭების პროცესები, დიდ ჩემი სოლიდარობა მზია ამაღლებას, რომელიც ჩემ გვერდით კორპუსში გადაიყო ვივამეთში და ძალიან ვაჟკაცურად დაიჭირა თავი და ასეთ ხალხს ედგას საქართველოს მომავალი. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ წინაშე ახლა წარმოდექი ნამდვილი მზეთ უნახავი. მე მზეთ უნახავი, იმიტომ რომ არ მინახია მზის სხივი თითქმის 4 წლის განმავლობაში. უკვე თითქმის 4 წელია ვარ გამოკეტილი იმ ქვეყანაში, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლის სის დანახვასაც არ მაგისებენ. ეს არის ჩემი ყველა დიდი საჭირო. ვიცი რომ საქართველოს ტელევიზია პრაქტიკულად ჩემ გამოშვებს არ აშუქებენ, იმიტომ რომ ყველგან გას ოლიგარქიული ინტერესები ყველა მხარეს, მაგრამ არსებობს სოციალური ქსელები, მე მყავს აბსოლუტურ უმრავლესობა ქვეყანაში არც მიჭერს და მე მინდა ყველას მათხოვ გადააზიაროს მათ შორის ეს გამოსვლები, იმიტომ რომ იმაზე ვისაუბრებ, რაც ქართულ ხალხს ძალიან აღგაუს. მე ვიცი რომ ხალხი ძალიან შეშფოთებულია, დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა ხალხის აბსოლუტურ თითქმის ყველას გარდა ერთი მუჭა სამთავრობო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და დანარჩენი ყველა დაკავებული ყოველდღიური პულის მოპოვების პრობლემით, ყოველდღიური ბრძოლის დარწმუნებისთვის, ამას მიაქვს ხალხის დიდი ნაწილი და მე მაგრამ მინდა 2 სიტყვა თქვა იმისათვის თუ რაზე ვისჯები და რა საკითხი ხილავ თქვენ. თქვენ გჭირთ იმისათვის, რომ ჩემი მონატრებული, ჩემი აშენებული ბათუმის მონახულება მომიდა და იმისათვის, რომ ჩემი აშენებული ავტობანი გამოვიარეს საქართველოს. იმისათვის, რომ ჩემი ამოშენებული გეზით შექმნილი სისტემის საბაჟოთი შემოვედი საქართველოში. იმისათვის, რომ ჩემი დედულები საყვარელი სამეგრელო მოვინახულეთ თუნდაც 2 დღით. იმისათვის, რომ ჩემს მშობლიურ თბილისში ჩამოვედი. იმ პერიოდში, როცა არც ერთი სხვა ლეგალური გზა არ გამიტოვეთ. თვითმფრინავს ჰქონდა აკრძალული ჩემი ბორცე დასმა და თუ დასვავდნენ დამსვავდნენ ბორცე, მათ არ დასვავდნენ საქართველოში, გადაამისამართებდნენ სხვა ქვეყანაში. სხვა საქართველოს შემოსვლის მე არ მქონდა. ასე რომ ამ ფონზე რა თქმა უნდა მე ვიშვები იმისათვის, რომ შევაჩერე ჩემ ხალხთან ერთად, ჩემს ჩვენ შეერაგებულ ძალებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოები რომ გადავარჩინე 2008 წელს. გადავარჩინე საქართველოს ყველაზე უარეს რამეს, რაც შეიძლება გამართო. ვიშვები იმისათვის, რომ გავინდე ჩვენი ხალხი და ავაცილე თავიდან დიდი პროვოკაცია და 2012 წელს მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება. თქვენ უბრალოდ ამ სისტემას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, მე რა მოსაყვანი ვარ, დავით აღმაშენებელი რო ჩაგვარდნოთ, თვით დავით აღმაშენებელი ხელში, დიდი სიამოვნებით გაასამართლებით და იუჟდიდით ძელ პატიმრობას. იმიტომ რომ ყველაფერი რაც დაკავშირებულია
ქართულ სახელმწიფოებრივობასთან, განვითარებასთან, ერთიანობასთან, სიძლიერესთან თქვენთვის და თქვენი პატრონებისთვის არის მიუღებელი. ამიტომ მე ვინა ვარ. რომ კიდევ ერთხელ დავით აღმაშენებელსაც კი დიდი სიამოვნებით გასამართლებდით და ილია ჭავჭავაძესაც. რო ჩავარდნოდათ ხელში. ამიტომ მე მინდა გვესმოდეს რომ ეს ბრძოლა არ არის ადვილი ბრძოლა. ზედმეტ იმედებს ნუ დავამყარებთ სანქციებს. მინდა გითხრათ რომ ამ სოფლიოს ორადმა ძალებმა დიდი ხანია იპოვეს გზების სანქციების გვერდზე ავლის და ფურის საერთაშორისო სისტემის, ლეგალური სისტემის აუდიტ აქეთ-იქით მოძრაობის. ასე რომ ზედმეტად უნდა ვაიმედებ თავს რომ აი კიდე სანქცია და აი ყველაფერი და მე ჩამოიშლება. არ ჩამოიშლება მხოლოდ ამისგან. სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრი უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში. ჩვენ უნდა გვესმოდეთ რომ თუ ეს ბრძოლა არის ეგზისტენციალური, იმიტომ საქართველო არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. იმის ფონზე რომ საქართველო არის თლიანად მარგინალიზირებული და დღეს ნატოს პერსპექტივების სულები ყველია, მაგრამ ევროკავშირი და ევროპას თვითონ უსაფრთხოების ბლოკი. ამიტომ ევროკავშირში უსაფრთხოების გაუყურებლივ ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტია, ჩვენი გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია, მაგრამ ეს უსაფრთხოება, ეს ინტეგრაცია ვერ მოხდება თუ არ ჩატარდა არჩევნები და არ იქნა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება საქართველოში. ბრიტანეთის პარლამენტში იყო 2 დღის წინ ისტორიული დებატები, სადაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უკრაინაში. და იქვე ოპოზიციის ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერმა თქვა ფრაზა, სხვათა შორის, რომელიც გამაოგნა, უბრალოდ და ყურებს არ გაუჭერა. მან თქვა, რომ ის რაც სიამოვნე, ის რაც ბოლო ხანებში ხდება, ეს ძალიან ახარებს მოსკოვს, თეირანს და თბილისს. თბილისი გაიყვანა ამ კატეგორიაში ყველაზე ნეგატიური ძალების. ეს ვიღაც არ იყო, ეს იყო ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერი. და ამას დაეთანხმა პრემიერ-მინისტრი კիր სტარმერი. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაში აღმოჩენილი და ვის მხარეს ვართ აღმოჩენილი და სად რა უწყურვისში ვართ გადაჭრილი. ჩვენ ვართ სულიერ დაუცველი და რა თქმა უნდა ჩვენ არაფერში არ გვჭირდება რუსეთთან კონფრონტაცია. ის იქნება აბსოლუტურად დამღუპელი ქართული სახელმწიფოებრიობაში. მაგრამ იმისაც რომ ეს კონფრონტაცია თავიდან ავიცილოთ შემდგომი ამისათვის სულ სხვა ტიპის სახელმწიფო უნდა გქონდეს. ბევრად უფრო დაცული. დღეს რაც გვაქვს ეს უპატრონობა და დაუცველობა პირდაპირ ეპატიჟება დამხობილ შემდგომი ქმედებებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჯერ ჩავატაროთ სასწრაფოდ არჩევნები, მივაქციოთ ამას, დავამყაროთ ხელახლა ევროკავშირთან ურთიერთობა და განვაახლოთ სწრაფი ინტეგრაცია, მაგრამ მანამ ნათლად გამოვხატეთ რომ ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია არავისთან, არც ჩვენ მეზობელთან, კიდევ ერთხელ ხაზს ვუშლო, არც ჩვენ მეზობელთან, მაგრამ ასევე უნდა ავიღოთ უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოების კავშირი უნდა შევკრათ თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ისეთივე კავშირი როგორც აზერბაიჯანს აქვს თურქეთთან. ეს არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. აზერბაიჯანს სხვათა შორის რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები აქვს, მაგრამ ეს იქნება ჩვენი დაცვისთვის დანიშნულება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სომხეთმა მოაგვაროს ტერიტორიული პრობლემები და საზღვრის საკითხები თურქეთთან და აზერბაიჯანთან, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასია უნდა შეიკრას ერთ ბლოკად და ურთიერთდახმარების რეჟიმში უნდა იმუშაოს. და რა თქმა უნდა, ყველანი წავიდეთ ევროპის მიმართულებით. რაც შეეხება უკრაინის მდგომარეობას, უკრაინაში ფრონტზე არის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა 2022 წლის შემდეგ. ახალი გენერალი გრაბატი, ძალიან მაგარი სარდალი აღმოსავლეთის მიმართულების და უკრაინამ არამხოლოდ დაიწყეს, არამხოლოდ შეაჩერეს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსების წინწასვლა და პრაქტიკულად გადაარჩიეს პოკროვსკი, არამედ დაიწყეს კონტრშეტევები და საკმაოდ ცხვირი დასახლებულ პუნქტების განთავისუფლება. ამერიკა, არავის არ ქონდეს ამის ილუზია, ამერიკა არასდროს ჩააბარებს უკრაინას არც. ეხლა რაც მიმდინარეობს, ეს არის მანევრი სამშვიდობო ხელშეკრულების გარშემო, მაგრამ უკრაინის ჩაბარება არ მოხდება
და რამდენიც მე ვიცი, არც სამხედრო დახმარება არ შეწყვეტილა, ჯერჯერობით შეწყვეტილია მხოლოდ სადაზვერვო მონაცემების ნაწილის გაცვლა, რაც ეხება უშუალოდ რუსულ ტერიტორიაზე შეტევას, მაგრამ სხვა ყველაფერი გრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, განახლდება სრული მასშტაბით ისიც კი რაც გაპაუზებულა. იმიტომ ეს არის ამერიკის ნაციონალურ ინტერესებში. და რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი არის ძლიერი ლიდერი. სხვათა შორის შეიძლება შეამჩნიოთ, რომ მისი სურათის მიყიდია ისე როგორც პრეზიდენტ ბუშის როცა თბილისში იყო, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. და მე მინდა გვესმოდეს, რომ ამ სიტუაციაში არც უკრაინის ჩაბარება არ მოხდება. და თუ საქართველოს ხალხი, ჩვენი ხალხი ვიყოჩაღებთ, არც საქართველოს ჩაბარება არ მოხდება. მაგრამ საფრთხე არის ძალიან რეალური და დიდი. ჩვენი პასიურობა იქნება ჩვენი სახელმწიფო სიკვდილის პირდაპირ ეცემა. ამიტომ ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ზეთან ტრამპი ვაცნე, ტრამპის ტაუერი უნდა აშენებულიყო აემის გვერდით. მაგრამ ეს როცა აშენდა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამერიკული ფულით, უნდა 150 მილიონი მივიღეთ, რომელიც მე შეიჭამა ეგრევე, აქ ჩავაშენეთ ბორბალი ესეთი, რომელიც ჩაერთო ერთადერთხელ 2012 წლის 1 ოქტომბრის წინა საღამოს. 1 ოქტომბერს ის გაჩერდა და მას შემდეგ ის გაჩერებული. ეს არის გაჩერებული დროის სიმბოლო საქართველოში. უფრო ზუსტად თუ ასახავდეს რეალობას, ეს ბორბალი უკან უნდა ტრიალებდეს საერთოდ, იმიტომ რომ საქართველოს დაიწყო ტრიალი უკან. ყველაფერი რაც ჩვენ შევხედეთ, მაგალითად საზღვრის დაცვაზე მაკრიტიკებ, ჩემი მიერ შექმნილ სასაზღვრო სისტემაზე გეხარ ტრიანად, იმ სიტუაციაში, როდესაც ჩემი მიერ რეალურად შექმნილ საქართველოს სახელმწიფო მისწოდება საზღვრის განმოვახვისთვის იმ საზღვრის რომლის ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე მე შევქმნი და ახლა მინგარი არიან ესე და ბოლომდე ანადგურებ. მადლიერებას მე არ ვთხოვ ნამდვილად არავისგან, მით უმეტეს თქვენგან, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ მადლობა ცოდვაა და ალბათ ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს, რომ კატასტროფული უმადლობა გაიქცა გამოჩეთ ჩემი მართ არ ხოთ საქართველოში ფიქრობს, სოფლიოში ფიქრობს ბევრი ადამიანი ასე, მაგრამ მე ვითხო სამართლიანობას. და სამართლიანობა არის ის, რომ ნამდვილად არ მისახურებ განადგურებას იმისაც, რომ შევქმნი საქართველო. არც უკიდის ბედი 21 საუკუნეში არავინ არ არის ამის ღირსი. და მე მინდა მიმართო საბოლოო ჯამში ასევე საფრანგეთის პრეზიდენტს. Monsieur le président Macron, l'allocution historique aux Français et au monde était absolument phénoménale. Jamais depuis Général de Gaulle, la France n'était pas au centre d'une politique mondiale comme maintenant. Vous êtes le protecteur principal des valeurs de l'humanité, de la liberté à ce moment. Merci, Monsieur le Président. Vive la France. ასევე მინდა მიმართო ჩელუკრენ მეგობრებს. Я знаю, что нам дуже важно. Я знаю, що події останнього часу зробили нас дуже напруженими. Але я впевнений, що все буде гаразд. Ніхто Україну не здасть. І в першу чергу Україну не здасть народ України, президент України, ЗСУ. Зараз ситуація на фронті радикально змінюється на східному напрямку на користь України. Росія дуже виснажена. Я знаю, що ми теж виснажені. Я теж виснажений зараз в Візниці. Але кожного дня я прокидаюся і кажу, ще один день боротьби, що наближає нас до перемоги. Дякую вам, мої співграждані
из Украины, шаны вам и наснаги, и перемоги миру. Слава Украине! Слава нации! Каумаджо Сакатос, ყველაფერი იქნება კარგად, დაგვაქვეlicით.